ბატონო, მოგესალმებით, პირდაპირ თქვენს კითხვაზე პასუხით დავიწყებ, თქვენ თქვით რომ რასთან გვაქვს საქმე. კი ბატონო. და პირდაპირ გეტყვით რომ საქმე გვაქვს ოცნების სრულიად უპასუხისმგებლო პოლიტიკასთან, რასაც განსაკუთრებით ბოლო 4 წლის განმავლობაში ჰქონდა ადგილი და თვითმფრობის უსაზღვრო უნართან, რომ ეხლა ეს ყველაფერი შეფუთონ კიდევ რაღაცა მზრუნველი მთავრობის როლი მოიდგონ. და თითქოს ის პრობლემები, რაც არის ამ სფეროში, სხვისი ბრალია, მათი ბრალი არ არის, ბატონი მინისტრის ბრალი არ არის, რომელიც 2 წელია უკვე ამ წყებას ხელმძღვანელობს. ოცნების, რომელმაც 3 არჩევნები ჩაატარა ამ პირობებში, როდესაც ძალიან კარგად ვიცით, მათ შორის EU-ის შეფასებები და დასკვნებით, რომ სოციალური დახმარება ეს იყო უმთავრესი ბერკეტი, მათ შორის სუსის გამოყენებით და ოცნების ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების გამოყენებით, აღარ ვსაუბრობ ქუჩის წარმომადგენლებზე, რომ მაქსიმალურად მოწყვლადი ადამიანებისთვის ყოფილიყო ზეწოლა, მათ ქონოდათ შიში იმისა, რომ ეს სოციალური დახმარება დაეკარგათ. აღარ ვსაუბრობ ასევე იმაზე, რომ არის სრულიად, ასე ვთქვათ, ირონიული შემთხვევებიც კი, როდესაც სოციალურად დაუცველთა ბაზაში არიან ამა თუ იმ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, მათი ოჯახებით და ასე შემდეგ. ასე რომ ეს არის პირდაპირ, ასე ვთქვათ, ჭაობი, რომელიც აერთიანებს ერთის მხრივ კორუფციას, მეორეს მხრივ უპასუხისმგებლობას. ეხლა აქ იყო საუბარი თქვენს დებატებამდე, ხა ეთერის საშუალებით შემოგვითვალეს და გასაგებია, რომ ძირითადად ჩვენი გუნდის მისამართით იყო თითქოს რაღაცა პოლიტიკურ манипуляციებს აქვს, ქონდა ადგილი დიდი ბოდიში, მაგრამ რა არის პოლიტიკური манипуляცია? ყველა ციფრი, ყველა სტატისტიკური მონაცემი, რასაც ჩვენი გუნდის წარმომადგენლები იყენებენ, ეყრდნობა პირველ რიგში ისე ოფიციალური საქსტატის მონაცემებს. და მინდა შეგახსენოთ, რომ ეს არის ის, რომ დღეს საქართველოში 700.000 მეტი ადამიანი არის, რომელიც არის უკიდურესად პირდაპირ არის დამოკიდებული სოციალურ შემწეობაზე და რაც ყველაზე მეტად საგან გაშულა ამ ადამიანების რიცხვის, სწორედაც რომ ბოლო 4 წელიწადში არის 70,000 ადამიანი გაზრდა. და მინდა გითხრათ, რომ სოციალურად დაუცველთა ბაზა, რომელიც 1,300,000 აღემატება, აი ეს ბაზა ბოლო 4 წელიწადში მათ შორის არის 250,000 ადამიანით გაზრდილი. და ეხლა დიდი ბოდიში, მაგრამ რა არის манипуляცია? ეს არის ოფიციალური ციფრები, მაგრამ манипуляცია არის სწორედაც ის, რასაც აკეთებს ოცნება, მისი პრემიერის თამადობით და ხელმძღვანელობით, რომელიც გვატყუებს საქართველოს მოსახლეობას თითქოს ბოლო 4 წელიწადში სიღარიბე დაძლეს. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს არის თავიდან ბოლომდე სტატისტიკური манипуляცია, რადგან სიღარიბის დაძლევა არ მომხდარა, ეკონომიკური ზრდა, რომელიც გვაქვს რეალურად დღეს ციფრებში, ეს ზრდა პირველ რიგში მიემართება ოცნების ჯიბეში, ოცნების მაღალჩინოსნების, დეპუტატების, მინისტრების, მათთან დაახლოებული ბიზნეს წრეების ჯიბეებში და ეს არანაირად არ აისახება რიგით მოქალაქეებს. დიდი მადლობა. ყველაფერს ოცნება აკეთებს პოლიტიკური მიზნებისთვის. და არანაირი სანდოობა, არანაირი გარანტია იმისა, რომ დღეს სხვანაირად მოიქცევა არ გვაქვს. რა ტიპის გარანტიას ითხოვთ უკაცრავად? გარანტია და სანდოობა უნდა მოიპოვოს შენს მიერ განხორციელებული ქმედებებით. ეხლა იმ პირობებში, როდესაც ყველა აჩევნებს, სხვა გაყალბების სხვა მეთოდებს აღარ გულისხმობ ამის ამ სოციალური დახმარების გამოყენებით იგებ, განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც სარგებლობენ სოციალურად მოწყვლადი ადამიანები, ნაცვლად იმისა, რომ მათი სიღარიბე რეალურად შეამცირო. მათ აშანტაჟებენ სოციალური დახმარების მოხსნით. აი ამას გულისხმობ ზუსტად. და რაც შეეხება სიღარიბის შემცირებას, აი ბატონი მიხეილი საუბრობდა. ჯერ ეგეთი ეს 2012 წლის ანალოგი საერთოდ რა უბედურებაა. აი რა ნამუსით უნდა ილაპარაკოს დღეს პასუხისმგებლიანმა ხელისუფლებამ, ეგრეთ წოდებულმა თუ არა ეგრეთ წოდებულმა და შეადაროს საკუთარი, ასე ვთქვათ, შედეგები 2012 წელს. იმიტომ აირჩია ხალხმა 2012 წელს ოცნება, რომ დღეს იმაზე ელაპარაკა ოცნების მინისტრს, რომ თურმე სიღარიბე დაიძლია და იცით რა მონაცემის გულისხმობს დაიყრდნობა, როდესაც გულისხმობს, რომ სიღარიბე ამდენი და ამდენი პროცენტით არის, ასე ვთქვათ, შემცირებული, როდესაც ადამიანი დღეში 4 ლარზე მეც ხარჯავს. ანუ წარმოგიდგენიათ, ანუ ადამიანს, რომელსაც აქვს თვეში 120 ლარი, თურმე ეს ადამიანი ღარიბი აღარ არის. და ეხლა აი ამის შემდეგ, ამ რეალობის შემდეგ რა სტატისტიკაზე უნდა ვისაუბროთ? როდესაც არსებობს იგივე საქსტატის მონაცემი, რომლის მიხედვითაც 46% ამ ქვეყანაში ადამიანების, ჩვენი მოსახლეობის 46% დღეში 15 ლარის დახარჯვაც კი არ შეუძლია ელემენტარულ საარსებო მინიმალურ კალათაზე. ეხლა თქვენ გამოსავალზე რომ გადავიდეთ, თქვენ კითხულობდით შესავალ კითხვაში დასვით, რომ აი რამდენი შეიძლება დაიზოგოს. მაგრამ დიდი ბოდიში ვისთვის უნდა დაიზოგოს? იმისთვის, რომ მე ირაკლი ღარიბაშვილის მსგავსმა კორუმპირებულმა პრემიერმა და ბატონი მინისტრის წინამორბედმა მინისტრმა ისევ ხალხს მოპაროს? ამისთვის უნდა დაიზოგოს? რისთვისაც სინამდვილეში უნდა იზოგებოდეს? ამას ეს ბატონები არ ეთანხმებიან. აი სულ რაღაცა ერთი კვირის წინ პარლამენტში ქონდა ჩვენ ინიციატივა მინიმალური ხელფასის დაწესების შესახებ. ეს არის გამოსავალი. არა, მათ შორის ეს არის, რომ ადამიანების ყიდულუნარიანობა რეალურად გაიზარდოს. ადამიანის მდგომარეობა ელემენტარულად გაუმჯობესდეს. და იცით ყველაზე მეტი კითხვა ვინ დასვა და ყველაზე მეტი წინააღმდეგობა ვინ გაწია? საქართველოს პარლამენტის ოცნების დეპუტაციის მილიონერმა დეპუტატებმა.
და მინდა შევახსენო მაყურებელს, რომ 40 ასეთი მილიონერი დეპუტატი ყავს და ოცნებას პარლამენტში. და ყველაზე მწვავე და მე მგონი პირველი შემთხვევა იყო, როდესაც საერთოდ ხმა მოიგეს ამ დეპუტატებმა. და იმიტომ, რომ თურმე ჩვენ ვითხოვდით მინიმალური ხელფასის დაწესებას. ასე რომ მინიმალური ხელფასისთვის არასდროს არ არის ფული ბიუჯეტში. პენსიების ზრდისთვის, რაც ასევე იქნება ჩვენი შემდგომი ინიციატივა, და გამოსავალზე რომ ეკითხებოდით 200 ლარი და შემდეგ ინდექსაციით ყოველწლიურად 100 ლარი და ამისთვის ფული არ არის და მაშინ დიდი ბოდიში, მაგრამ რისთვის უნდა დაიზოგოს? ფული უნდა დაიზოგოს იმისთვის, რომ სამართლიანად გადანაწილდეს ყველაზე და არა მხოლოდ ოცნებასთან დაახლოებულ 25 ოჯახზე. და ფათაშორის 65 ოჯახს ჩვენ ხშირად ვახსენებდით და სულ გვეკითხებოდნენ თქვენი კოლეგები განსაკუთრებით ვინ არის დაგუსახელეთო და თვითონ ოცნებამ დაიწყო მათი დასახელება, როდესაც მათი პირველი მინიმუმ ხუთეული უკვე ციხეში ყავს გამწესებული კორუფციის გამო. ასე რომ თავარი არის სამართლიანობა. სანამ სამართლიანობა არ იქნება და სანამ ეს ბატონები საკუთარ თავზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას არ აიღებენ და საკუთარი არასწორი პოლიტიკის და მათ შორის დანაშაულების გამო ხალხს ბოდიშს არ მოუხდიან, იქამდე არაფერი არ გამოსწორდება და არავის არ იქნება ნდობა, რომ თვალიდან ანგელოზები გახდეს. ასეთთან დაკავშირებით არაფერ დაგისაუბრეთ, ამ პარლამენტში მოდაც წარდგენილი კანონპროექტი, რომელსაც უმრავლესობა მხარი არ დაუჭირა. მინდა გითხოთ, თუ გქონდათ ეფექტიანობის შეფასება გაკეთებული ამასთან მიმართებაში, რამე თუ ევროპის 2022 წლის დირექტივა რეკომენდაციის სახით არის, რომ ის მედიანურ ხელფასთან მიმართებაში უნდა იყოს 60%-იან ზღვართან სიახლოვეს და წინანდ შემთხვევაში არის რისკები, რომ გამოიწვიოს ინფლაცია და უმუშევრობა პირიქით გაზარდოს. აი იმიტომ და მინდა ეს კითხვა დაგისვათ, თუ გქონდათ ეფექტიანობის შეფასება და ეს თუ გედოთ საფუძვლად, როცა წარადგენთ ამ კანონპროექტს. რა თქმა უნდა, ქონდა და არა მხოლოდ მაქვს საშუალება. არა მხოლოდ ამის, თქვენ ახსენეთ მედიანური ხელფასიდან 60% ზღვარი და ეს არ არის ერთადერთი მეთოდი, რითაც ფასდება ზოგადად მინიმალური ხელფასი, არის მინიმალური, უბრალოდ საარსებო კალათის სამჯერადი ოდენობა, ესეც ერთ-ერთი მეთოდი გახლავთ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ მედიანური ხელფასის 60%-იც ნუ დაახლოებით ყოველთვის 800 ლარის ფარგლებშია. და ამიტომ მე ვფიქრობ, რომ 1050 ლარს იცვალ ითვალისწინებს ჩვენი ინიციატივა და მინდა შეგახსენოთ, რომ 340,000 ადამიანია ამ ქვეყანაში, დაახლოებით 100,000 ადამიანი საჯარო სექტორში და 240,000 ადამიანი კერძო სექტორში, რომელსაც დღეს სწორედ 100,000, უფრო სწორედ 1000 ლარზე ნაკლები აქვს ანაზღაურება და მე იმიტომაც ვთქვი და შემთხვევით არ მithქვამს, რომ თავარი წინააღმდეგობა ვისგანაც წამოვიდა, ეს იყვნენ პირველ რიგში სწორედ პარლამენტის ეს ეგრეთ წოდებული მილიონერი დეპუტატები, რომლებიც ძალიან შეწუხდნენ იმ პერსპექტივით, რომ მათ მოუწევდათ საკუთარი თანამშრომლებისთვის, საკუთარ ბიზნესებში ელემენტარული ღირსეული ანაზღაურების დაწესება. იმიტომ რომ დღეს, როგორც აღმოჩნდა, არის უამრავი ბიზნესი ამ ქვეყანაში, რომლებიც ზემოგებაზე მუშაობენ. ახლა ეს ყველაზე ცნობილი და პოპულარული თემა მოგახსენებათ არის ფასების თემა, რომლის შემსწავლელი კომისია პარლამენტშიც არსებობს თითქოს ახლა აღმოაჩინა სხვათა შორის ესეც ოცნება, რომ მაღალი ფასები ამ ქვეყანაში და სხვათა შორის პარადოქსია, რომ აი ყველაზე დაბალი ფასები მოლარე ოპერატორების დონეზე გულისხმობს, სწორედაც ამ ქსელში დასაქმებულ მათ შორის ახალგაზრდებს აქვთ, რომლებიც ღამეებს ატენებენ 627 ლარზე. შესაბამისად, რა თქმა უნდა გაუგებარია ჩვენთვის, რატომ აქვს ამ ინიციატივას ასეთი დიდი წინააღმდეგობა ოცნების მხრიდან, რომელიც თუ სოციალურ თანასწორობაზე საუბრობს, ხომ? აი, მინისტრის ბრძანდება აქვს და მის სისტემაში დასაქმებული ადამიანების მაგალითს მოვიყვან და მაგალითისთვის მოვიყვან 21,000 ექთნის მაგალითს, რომელთა ანაზღაურება არც მეტი არც ნაკლები 700 ლარი. ამ პირობებში გამოხვიდეთ ეს და ესეთი რადიკალური წინააღმდეგობა გაუწიო ჩვენს ინიციატივას, რომელიც ერთადერთ მიზანს ემსახურება, რომ სოციალური თანასწორობა ამ ქვეყანაში მეტნაკლებად სამართლიანი და ღირსეული იყოს. რა თქმა უნდა, ეს პირველ რიგში ისე ოცნების და უმრავლესობის პასუხისმგებლობა პოლიტიკაზე. დიდმად ბატონო ის თქვენ თუ გაგვიყვანოთ არ ვაპირებდი კითხვის დასმას ბატონო ხელისმოს, მაგრამ ისე აქტიურად, ასე ვთქვათ, იცავს აი ამ სტატისტიკას სიღარიბის შემცირების ბატონ დიმიტრი ბოდიში, დიმიტრი გაცრავად, სიღარიბის შემცირების და უმუშევრობის შემცირების, ახლა რა ვიცი რომ გითხოთ, თქვენ იცავთ იმ მთავარ მიზანს, რა მიზანიც დღეს აქვს ოცნებას და ოცნებას აქვს მიზანი, რომ ხალხი კიდევ ერთხელ მოვატყუოს და დაარწმუნოს, რომ თურმე ის სტატისტიკა, რა სტატისტიკასაც თქვენ ეყრდნობთ, არის გეტყვით რატომ არის ტყუილ. ამ სტატისტიკის მიხედვით საქართველოში უმუშევრობა იცით რის ხარჯზე შემცირდა? შემცირდა იმის ხარჯზე, რომ აი თქვენი ყოფილი პრემიერი ახლა ციხეში როა გამწესებული კორუფციის გამო, მისი ინიციატივით დაწყებული ეგრეთ წოდებული საზოგადოებრივი ამაზე დავიწყოთ საუბარი, თუ სოციალურ პროგრამაზე ვისაუბროთ, როგორ დავგეგმოთ უკეთ. საზოგადოებრივი ეგრეთ წოდებული დასაქმების პროგრამა რო შემოიღეთ, უბრალოდ ოცნებამ რო შემოიღო, კარგით გასაგებია რომ თქვენ ოფიციალურად ოცნებას არ წარმოადგენთ, მაგრამ და ამის ხარჯზე რომ შეამცირეთ სტატისტიკა უმუშევრობის. და აი ამ პროგრამას, სადაც 40,000-მდე ადამიანს 4 წლის განმავლობაში 300 ლარამდე ხელფასს უხდიდა ოცნებათა, რასაც არანაირი კავშირი
დასაქმებასთან არ ქონია, სწორედ ამ სტატისტიკის ხარჯზე მოგყავთ დღეს ახლა ეს ციფრები და მე უბრალოდ ეჭვი. ანუ კითხვა მდგომარეობს იმაში, დარწმუნებული ვარ აქვს თუ არა ბატონ დიმიტრის ინფორმაცია ამის უბრალოდ ამის შესახებ უბრალოდ არ გინდათ საუბარი და კითხვაც შემდეგია. იცით თუ არა ეს რეალურად და ასევე იგივე მონაცემებს უკავშირდება, იგივე მონაცემებით манипуляციას უკავშირდება სიღარიბის შემცირების სტატისტიკაც, იმიტომ რომ იქაც სწორედაც რომ ეგრეთ წოდებული დასაქმების 300 ლარიანი ხელფასია გამოყენებული იმისთვის რომ ეს გასაგებია თქვენი კითხვის უბრალოდ აი რომ უსმენ ბატონ დიმიტრის უბრალოდ შთაბეჭდილება რჩება რომ სრულიად სხვა ქვეყანაში, სხვა სივრცეში ცხოვრობს. უბრალოდ სადნახეთ შემცირებული სიღარიბე საქართველოში თუ არა ეს სწორედაც რომ манипуლირებული სტატისტიკა უბრალოდ გაუგებარია ჩემთვის. ნუ ალბათ არც ქუჩაში დადიხართ, არც ბაზარში დადიხართ, არც ადამიანებს ხვდებით და ელაპარაკებით. მე კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ ოფიციალური საქართველოს სტატისტიკის, ასე ვთქვათ, სამსახურზე დაყრდნობით გეუბნებით, რომ საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი, 46% დღეში 15 ლარსაც ვერ ხარჯავს ელემენტარული პროდუქტების შეძენისთვის. ბოლო 4 წელიწადში 205,000 ადამიანით გაიზარდა სოციალური შემწეობის და დახმარების მიმღებთა რაოდენობა. იზიარებს თუ არა ბატონო მიხეილ, თქვენ ზოგადად როგორც ამ დარგის, ამ მიმართულების, ასე ვთქვათ, ხელმძღვანელი პირი, მენეჯერი, პირველ რიგში თავად ამ პროგრამის ასეთ ხარვეზზე რომელზეც თქვენ თავად ღიად საუბრობთ და საერთოდ რატომ მოხდა და როგორ მოხდა რომ ამდენი წლის განმავლობაში ამდენი ადამიანი სრულიად უსამართლოდ როგორც თავად ამბობთ ღებულობდა დახმარება სახელმწიფოსგან მაშინ როდესაც ეს დახმარება სხვა ადამიანებს ბევრად გაჭირებულ ადამიანებს უნდა მოხმარებოდა და რატომ ვერ შეძლებთ გასაგებია ხო ვიცით რომ 4 წლიანი ვადა არსებობდა მაგრამ 4 წელზე მეტიც არის გასული კოვიდიდან რასაც თქვენ ახსენებთ და იმ ფონზე ზოგადად როდესაც თქვენს ასე ვთქვათ სისტემაში დასაქმებულ ადამიანებს ვეხები ისევ და ისევ სხვას არა ხო? ანუ ექთნების ხელფასი მინდა შეგახსენოთ რომ 700 ლარია, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პენსია 470 ლარია, დევნილის შემწეობა წლიური 540 ლარია, მაშინ როდესაც თქვენი როგორც მინისტრის ასევე წლიური ხელფასი თუ აჩვენებთ 163,000 ლარია. დიდი მადლობა. არავინ არასდროს ამისთვის პასუხს არ მოთხოვს, აი ესეთი განცხადებებისთვის, პოპულისტური განცხადებებისთვის, იმიტომ რომ ის არასდროს ხელისუფლებად არ ჩამოყალიბდა. ხელისუფლებაში არ მოვალთ, მაგ იმედით თქვენ დიდხანს სიცოცხლეთ გულს ყველათ კი სურვებთ დიდხანს სიცოცხლეს და ჯანმრთელობის მინისტრი ხართ სხვა თუ არაფერი. თქვენ იმაზე მიპასუხეთ, რაც გითხარით, პოპულიზმი რა იყო? შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის 470 ლარიანი პენსია იყო პოპულიზმი, დევნილის ყოველწლიური შემწეობა 540 ლარიანი იყო პოპულიზმი თუ ექთნის ხელფასი 700 ლარიანი. მაგალითად, დიდი მადლობა. თავმჯდომარის მოადგილე ბატონი დავით კიკნაძე თავისი ოჯახით სოციალურ შემწეობას რო გეუბნებოდა ეს ყოფილა კი ბატონო, ამ ქვეყანაში სოციალური დახმარების ორი პოლიტიკა შორის ორგანიზაცია ახსენდა და პირველ რიგში მინდა გავახსენო მას რომ სწორედ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ერთ-ერთი მოთხოვნა შეიძლება ითქვას არის რომ ქვეყანაში უნდა არსებობდეს მინიმალური ხელფასი, მინიმალური ანაზღაურება. რაც შეეხება ამ მცირე მეწარმეების და მცირე და საშუალო ბიზნესის მაგალითების მოყვანას და იგივე რეგიონული სპეციფიკის მოყვანას, თავარი აქ არის პოლიტიკური ნება. და ჩვენ ეს პარლამენტში განხილვის დროსაც თქვით ძალიან კაფიოდ. ჩვენ გვაინტერესებდა გაგვეგო ოცნებას აქვს თუ არა პოლიტიკური ნება იმისა, რომ რეალურად დაიწყოს რუნვა სოციალური პრობლემების მოგვარებაზე და ღირსეული და სამართლიანი ანაზღაურების დაწესებაზე ამ ქვეყანაში. თორემ გამოსავალი ეს ჩვენს თქვით იქ და კიდევ ერთხელ მინდა დავაზუსტო. რა თქმა უნდა შესაძლებელია, რომ ეს იყოს ეტაპობრივი გადასვლა. რა თქმა უნდა შესაძლებელია იყოს გარკვეული ტიპის რანგირება ბიზნესის ზომიდან გამომდინარე, შეიძლება შეეხოს სტარტაპებს, შეიძლება შეეხოს მცირე ბიზნესებს, იგივე რეგიონის სპეციფიკას და ასე შემდეგ. ჩვენ იქაც ვთქვით პარლამენტში, რომ ამის მზაობა რა თქმა უნდა გვაქვს. ეს კანონპროექტი იყო დადგენილი პირველი მოსმენით და პირველი მოსმენა არის იმის პირველი მოსმენა, რომ აქ რა თქმა უნდა შესაძლებელი იყო შინაარსობრივ, ასე ვთქვათ, დისკუსიაში შესვლა, მაგრამ ჩვენ მივიღეთ სრულიად საპირისპირო. ჩვენ მივიღეთ პოლიტიკური ნების არარსებობა ზოგადად ამ ქვეყანაში და ჩვენმა მაყურებელმა და საქართველოს მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ ამ ქვეყანაში თურმე 1050 ლარიანი ხელფას არ იმსახურებს როგორც ღირსეულ ანაზღაურებას ჩვენი ქვეყნის მოქალაქე. ეს არის დიდი პრობლემა, თორე ყველანაირად შეიძლება და ბატონო, არა, მე მინიმალურზე ვსაუბრობ, თორე 2000-საც იმსახურებს და 20000-საც იმსახურებს. თუ შეიძლება ბატონო მინიმალურზე და კიდევ მეორე ფაქტ თავარი პოლიტიკური ნებაა, თორე ყველაფერზე შეიძლება შეთანხმება, კიდევ მეორე და გარდამავალი პერიოდების დაწესება და ასე შემდეგ, მაგრამ არ მივდივართ სწორი მიმართულებით და ამის ახსნას ვთქვით აქ ამდენი ხანია. ეკონომიკური ზრდა თუ ვინმეზე აისახა, ბატონო, ხო? აისახა პირველ რიგში ოცნებაზე, მასთან დაახლოებულ ბიზნესმენებზე, მათ პარლამენტარებზე, მათ მინისტრებზე და მათი ოჯახის წევრებზე. ამ ხალხზე აისახა ოცნების ეკონომიკური ზრდა. საქართველოს რიგით მოქალაქეებზე ეკონომიკური ზრდა არასახია. ამიტომ არის ახლა იძულებული ოცნება წამოიწყოს ეს манипуляციური, სპეკულაციური, პროპაგანდისტული
კამპანია და საქართველოს მოსახლეობა დაარწმუნოს, რომ თითქოს თვითონ არის რაღაცა მზრუნველი ხელისუფლება, რომელმაც ახლა გადაწყვიტა, რომ სოციალური ბაზები გადაამოწყოს. თვითონ არ იყოს თავად არ იყოს პასუხისმგებელი იმაზე, რაც აქამდე ხდებოდა. ასე რომ ერთადერთი რა მიზანსაც ემსახურება ეს მთელი ეს კამპანია არის კიდევ მეორე ის, რომ ოცნებამ ხალხი კიდევ ერთხელ მოათხოვოს და დაარწმუნოს აი ეს ეკონომიკური ზრდა და სამწუხაროა რომ ოპოზიცია თქმული კაცისგან ამის ასე ვთქვათ გამართლება ხდება ძალიან სამწუხაროა. იმიტომ რომ ოცნების მთავარი მიზანი და ყველაზე მზაკვრული ჩანაფიქრია ის, რომ ეს ეკონომიკური ზრდა თითქოს ყველას რომ ეხება, ესე შეფუთოს და სინამდვილეში ეს ასე არ არის. მადლობა. ამიტომ ვარ ჩვენ აქ, რომ ოცნებას ხალხის მორიგჯერზე მოტყუების საშუალება არ მიცემს. მადლობა. და ძალიან ბევრს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ თუ სხვა საშუალებებით არც მომავალში მივცემთ.